რუბრიკა Underground-ის სტუმარი დღეს არის თინეიჯერი, რომელიც მის თაობას ჩავთეთრად თვლის. არ უარყოფს, რომ ისიც ნაწილობრივ ასეთია და ცოტაც ფერადი. რას გულისხმობ? უყურეთ და მიხვდებით. პროტესტი საქართველოში მიჩნდება ბევრი რამის მიმართ, მაგრამ პირველი ქუჩაში რომ გამოვდივარ, ჩიხის გავლა მიწევს. და ამ ჩიხში ყოველთვის ხედავ საკმაოდ ხნიერი ხალხი, შეკრებილები არიან, სვავენ და აკეთებენ ფაქტიურად იგივეს, რაც არ უნდა რომ დაინახონ ახალგაზრდებში. და ვერ ხვდები, თქვათ, რატო არ მოსწონთ ეს, რასაც თვითონ აკეთებენ. თუ ალბათ იმით გაიმართლებენ თავს, რომ ჩვენ უფროსები ვართ, ცხოვრების ეს ეტაპი განვლილი გვაქვს და ასე შემდეგ, მაგრამ კარგად დაფიქრდნენ და დაინახავენ, რომ თვითონაც იგივეს აკეთებდნენ ჩვენს ასაკში, რასაც ვაკეთებთ ახლა ჩვენ. რისი თქმა მინდა, რომ ყველას თავისი აზრი ქონდეს განსხვავებული ერთმანეთისგან, თუნდაც სტილითაც განსხვავდებოდნენ. დაჟე უკვე ლექსიკაც ერთი და იგივე აქვთ, რომ გაივლი ერთ უბანში იქ ერთნაირები არიან, მეორე უბანში ერთნაირები არიან, მესამე უბანში ერთნაირები არიან, უბრალოდ არ შეუძლიათ, რომ ცოტათი განსხვავდებოდნენ. იმ ადამიანებზეც მაქვს ლაპარაკი, ვისაც თავი განსხვავებული გონია და ვინც ფიქრობს, რომ მე ორიგინალური ვარ. გაიხედოს გვერდს და თავისნაირად ძალიან ბევრს დაინახავს. აქ თავარი არ არის რა, კეთს ჩაიცვამ, ბოტას ჩაიცვამ თუ დახეულ ვანს. აქ თავარია შენი აზრი გამოთქვა და თუნდაც შენი მე რამენაირად აისახებოდა შენზე. საზღვარგარეთ რო წავიდე, წასვლა რო შემეძლოს, ალბათ უფრო წავიდოდი გერმანიაში. ბერლინში ალბათ, იმიტომ რომ გამიგია რაღაც ბერლინის შესახებ და შესაბამისად მირჩევნია რომ იქ წავიდე. საზღვარგარეთ გასვლა, იმიტომ მინდა რომ საქართველოში თავს ისე დამოუკიდებლად ვერ ვგრძნობ, როგორც მინდა რომ ვიგრძნო. ანუ მაინც ნათესავები, მეგობრები და რამე რომც გამიჭირდეს, არავინ არ მომცემს საშუალებას, რომ საგონებელში ჩავარდე და ყველა ჩემს მაგივრად მიიღებს გადაწყვეტილებას. გერმანიაში კი ბევრად უფრო დამოუკიდებლად ვიგრძნობ თავს. შეიძლება გამიჭირდეს, რა თქმა უნდა გამიჭირდება, იმიტომ რომ მარტო ვიქნები, მაგრამ თვით რეალიზაციის საშუალებას უფრო მომცემს ვიდრე საქართველოში, სადაც ყველაფერს გამიკეთებენ. თემები, რომლებიც დღეს აინტერესებთ ახალგაზრდებს. ალბათ ბიჭებს გოგოებს ბიჭები, ზოგადად ორივე სექსი. გართობა, ჩემს გარშემო მე ვთვლი, რომ არის ხალხი, რომელიც მარტო ფიქრობს მომავალზე, ანუ შტამპირებული მომავალი. დავამთავრებ სკოლას, ხუთებზე, ჩავაბარებ უნივერსიტეტში, რასაც პირველს ჩავწერ იმაზე. მერე ვისწავლი, დავამთავრებ, ვიმუშავებ, შეიძლება მაგისტრატურას დაამთავროს, ვიმუშავებ, მოვიყვან ცოლს ან გავთხოვდები მეყოლება 2 ან 1 შვილი და მერე ბედნიერად მოვხვდები. ქართველებს ყველაფერი მარტო იმიტომ გბესდება ალბათ მალე, რომ ზედაპირული ცოდნა გვაქვს თითქმის ყველაფერში. არაფერში გაღმავება არ გვინდა, ყველაფერი გვეზარება, ზარმაციერი ვართ და ყველაზე გამოთქმას ჩვენ ვართ ზარმაცი, მაგრამ ნიჭიერი ერი. რაშუაშია ნიჭიერება, თუ ნიშს ვერ იყენებ, გამოდის რომ უნიჭო ხარ.